მაშასე, როგორ ვნახოთ, Facebook-ის სასაუბრო ველში, ჩატში, ანუ ჩატს რომ ვეძახით, ჩაგდებული და ატვირთული მედია ფაილები და ბმულები, ანუ ლინკები. მედია ფაილები, ანუ ფოტოები და ვიდეოები, ფაილები, ჩაგდებული Word-ის იქნება PDF-ის თუ ეს ფაილები ვნახოთ და ლინკები, ანუ ბმულები, ანუ ლინკები. შევდივართ Facebook-ზე, გავხსნით Messenger-ს, სასაუბროს Messenger, დიდ ფორმატში გადავალთ. აი ახლა მე ზუსტად გახსნილი მაქვს დიდი ფორმატი. როგორც ხედავთ, აი გახსნილი მაქვს დიდი ფორმატი. და აი აქ მარჯვენა კიდეზე არის ზუსტად ყველა ის ბმულები, ფაილები თუ მედია ფაილები, ფოტოები და ვიდეოები, რაც კი რამ ჩაგდებულია აი ამ სასაუბროში, ამ ჩატში. როგორც ხედავთ, მედია, შემდეგ ფაილები და შემდეგ ბმულები. ფოტოები, ფაილები და ბმულები, ლინკები იგივე, ხო? ახლა ამ წუთში დაწყაპებულია ფაილებზე და როგორც ხედავთ, თუ კი რამე არის აი ამ ჩატში, კერძოდ ამ საკუთრივ ამ ჩატში ჩაგდებული, ეგ არის 4 ფაილი სულ და ნებისმიერზე დაწყაპებით ეს ფაილი გაიხსნება. გადმოვა დაუნვალდებში, ანუ გადმოწერილ ფაილებში და მაშინ შეიძლება კიდევაც რომ მაშინვე გაიხსნას. თუმცა ეს ხდება გადმოწერა და ამავდროულად გახსნაც. კი ბატონო, თუ გვინდა გადავიდეთ ნახოთ ფოტოები, ჩაგდებული ფოტოები, შევდივართ მედიაში, ასევე ვიდეოები, ხო? შევდივართ მედიაში. ხოლო თუ ბმულები გვინდა, ანუ ლინკები, რომელიმე საიტის ლინკი ან რაღაც არის ჩაგდებული, მაშინ შევდივართ აი აქ, ამ განყოფილებაში, რა თქმა უნდა, ვაწყაპებთ აი ამ სიტყვას, აი ამ ჩანაწერს და გაიხსნება ეს ლინკები. ახლა მე გაგიხსნით სათითაოდ ყველას. მაშასე ფაილები გახსნილია, ნახეთ ფერიც აქვს. უკვე შეცვლილი და ხვდებით რომ ეს არის აქტიური. ახლა ნახოთ და გავხსნათ მედია ფაილები. აი, ვაწყაპებთ მედიაზე. ერთი წამით. ეს მედია ფაილები გაიხსნა, ფოტოები. ამჯერად ახლა ეს არის მხოლოდ ჩაგდებული და ეს ჩანს ამ ჩატში. შემდეგ შეგვიძლია გავხსნათ ბმულები. აი ეს არის ლინკის ბმულის ნიშანი. აი ეს არის ბმულის ნიშანი. დაწყაპებთ და გადავა აი ამ ლინკზე, ამ ბმულზე გადავა. აი ეს იყო სულ რაც მინდოდა მეთქვა ამასთან დაკავშირებით. ანუ ჩვენ განვიხილეთ ახლა ჩატში, ანუ Facebook-ის სასაუბროში გახსნილი, ჩაყრილი და ჩაგდებული ფოტოები, ვიდეო მასალა, ბმულები თუ ფაილები. მას შევდივართ Facebook-ზე, გავხსნით ნიშანდობლივ აი ამ ჩატს, ფართო მასშტაბით ჩატს ჩავთავთ. შემდეგ რაც გვინდა, აი მარჯვენა კიდეში, ყველაფერი არის აქ. მარჯვენა კიდეზე აი ესეთი ველია, ველი გაიხსნება და აი აქ ხედავთ ჩამონათვალს. წეღან რაც გაჩვენეთ, ის უკვე გახსნილი ვარიანტი იყო და ამიტომ იყო ზევით წარწერები აი აქ. შევდივართ მედიაში, შევდივართ ფაილებში, შევდივართ ბმულებში, რაც გვაინტერესებს, რომ ჩატში მოვძებნოთ, ყველაფერი აი აქ ინახება. ეს იყო სულ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მომავალ შეხვედრაზე.